მანამ ჩვენს მატარებელს ველოდებით რომ აი ეს მონეტა დაადეთითი რვაღიქვან ეს მონეტა რომ გავჭყლიტოთ მანამ ეტყვით რომ მოსალოდნელია ძლიერი ჭექაქუხილი და არავითარ შემთხვევაში წარღუნა უბრალოდ ძლიერი წიმა ძლიერი ჭექანცო ქუხილინცო მოკლედ მოსკოვის პროსპექტზე ვართ და ეგრეთ წოდებული ტრიცით პერუის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აქვე არის ჩვენი მშენებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი იქეთ ცხოვრობთ ჩვენ და აქეთ ცხოვრობს დედაჩემი და მამაჩემი და ჩემი ძმა აქ უკან არის ჩემი ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორია იმედი აღიქვით ხოლო ზევით არის 93 სკოლის მშენებარე პროცესები ჩემს წინ ზის ჩემი რესპონდენტი ბატონი გაბრიელი გამარჯობა აი ასე იწყებენ ხოლმე რა არის აი ასე იწყებენ ხოლმე ჩვენი ჟურნალისტები რაიმე გადაცემას ვიდრე რამე სიტყოდეს თვითონ სიუჟეტი იმ ხელა შესავალს აკეთებენ ჩვენი ჟურნალისტები რომ ჩამოგეძინება და დაგავიწყდება საერთოდ რის გამო დაუჯექი ტელევიზორს მაგრამ ჩვენ ხომ ეს ჟურნალისტები არ ვართ მისტერ გაბრიელ რამოდენიმე საათის წინ ვნახე ასეთი ვიდეო რომელშიც ახალგაზრდა ბავშვმა სკოლის დამთავრება აღნიშნა შემდეგი ფორმით მიიტანა წიგნები და დაყარა სკოლის ეზოში რა ასრის ხართ ამ საკითხზე ძალიან ცუდი რამ არის ეგ თუ უნდა მიიტანო მაინც წიგნები წესივრად მიიტანე მაინც რა არის დაყრა სკოლის ეზოში ცუდი საქციელია არ მოგწონს არ მომწონს შენი აზრით წიგნებს რა დანიშნულება აქვს ადამიანის ცხოვრებაში ძალიან კარგი უფრო ბევრ სიტყვას ისწავლი რაც არ იცოდი უფრო ლამაზად ილაპარაკებ განათლებული ბიჭი იქნები ძალიან და ხო ნუ წიგნი ბევრს გვაძლევს კი და არ შეიძლება წიგნების ასე აბუჩა თაგდება ხომ ასეა კი გეთანხმებით აბსოლუტურად შენთვის რა მნიშვნელობა აქვს სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის შენ ცხოვრებაში ალბათ სიმართლე რო თქვა და ფეხბურთელი თუ უნდა იყო განათლებული მაინც უნდა იყო იმისთვის ფეხბურთელი რა არის დებილი ფეხბურთელი შეგენაცვალე კი მართალი ხარ განათლების გარეშე ადამიანი მძიმედ ცხოვრობს მისი ცხოვრებაც მძიმეა და საერთოდ ყველა ცხოვრება ირგვლივ ვინც ამ ადამიანს უკავშირდება ყველა ცხოვრება მძიმე ხდება გეთანხმებით აბსოლუტურად რას გეგბავთ ამ არდადეგებზე ვარჯიში ეს შემიხორცდეს ვარჯიშს დავუწყებ FC-სანში ვივარჯიშებ და ინდივიდუალურზე კიდე მანამდე სანამ არდადეგები მორჩება შეიძლება გამიკეთდეს სკოლა აშენდეს და გადავა სკოლაში პირველ სლავ იქნები დავისვენებ დაიცადე ახლა ერთმანეთთან მაგრა თაურია შენ რა შუაში არდადეგები და სკოლის რომცა შენდეს არდადაგების დროს შენ რა სკოლაში ივლი არა აბა რა თქვი ახლა დააკვირდი კი მაგრა წააპიპინებ ხოლმე ზოგჯერ რა კი მამა შენს გავხარ მაგრად მაგამ ბავში რა როგორც ვიცი ექსკურსია გაქვთ ხო კი ექსკურსია მაქვს 15 ივნისს ანუ ორ დღეში დიახ სად მიდიხარ იცი კახეთში წინაკვირასაც კახეთში იყავ თუ გახსოვს კი მაგ ტურნირი ჩაგვიტარდა როგორ შეაფასებ გუშინდელ რუსთავთან თამაშს ძალიან კარგს რუსთავის ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს მე მგონი სიმართლე რომ გითხრა დადუ მაგ დღეს პრაიმში იყო და ძალიან მაგარი სეივები გააკეთა ალბათ ეგ ტურნირი თუ იქნებოდა დადუს ექნებოდა ყველაზე კაი დამსახურებული თასები მოდი ახლა იცი რას გავუსვათ ხაზი რომ დადუ არის FC-ისანის მეკარე და შენ ახლა სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენ რომ მიუხედავად იმისა რომ დადუც მეკარეა და შენც მეკარე ხარ ძალიან დიდი სიყვარულით და მეგობრულად გულშემატკივრობ მას და ის კიდევ შენ მე ბევრჯერ მithქვამს ხოლმე რომ გაბრიელს ეს თვისება აქვს მეთქი რომ თავის მეგობრების წარმატება უხარია და არავითარ შემთხვევაში არ ითრგუნება მეთქი ეს ძალიან იშვიათია ციყვი
ეს არის ბრილიანტი თვისება. დამიჯერე, ეს არის უდიდესი თვისება, რომელიც ადამიანში ან დევს, ან არ დევს. ამის გამომუშავება, ყიდვა, შეძენა, სადმე პოვნა არ ხდება. ღმერთმა უბრალოდ ამის ნიჭი მოგცა შენ და მოდი ასე ვთქვათ, ისანში ყველა ასეთები ხართ. კი. ხო? ძალიან მეგობრული და კეთილი ბიჭები ხართ ყველა. თამდაბლები, უშუალოები, ხო ასეა? კი. და მაგრად გავგვიმართლა ამ ხრივ. ოპაც, გველმა გაისრიალა. არა, შენ თავპირერ დაილეწ. დიდი ყავისფერი გველი შეცურდა აქანა მეგობრებო. ძლოკს რო ეძახიან. ვახ. აი აქ შეცურდა და ვინახე. მე მგონი ეს ის გველია, შენ რო თქვი წეღან. არა, ყავისფერი არ იყო. აბა რა ფერი იყო ეს? წითელი იყო ისა? არა, წითელი არ არის. აბა. ჩვეულებრივი გველის ფერი ქონდა, ქვევიდან თეთრი, ზევიდან რაღაცნაირი ფერი ქონდა, ხო? ხო, მაგრამ ეს შლანგივით იყო, ყვითელი. მართლა? კი. მოკლედ ხო, განვაგრძოთ. ისნის ბიჭები ყველა ძალიან საყვარლები და ესეთი დილობიანები და წესიერები ხარ და ეს ძალიან მაგარია. ხო, ანუ შენი შეფასებით გუშინდელ თამაშში პრაიმში იყო ბატონი დადო. კი. მარტო მე მათე მეკარიც მომეწონა. მათე მეკარი ძალიან კაი. იცი რა არის? თქვენ გუშინ თამაში არ წაგივიდათ, ჩვენ ბიჭებს. მაინც და მაინც არც იმათ არ წავოვიდა. თლიანობაში რო თქვათ, ჩაფიქრებული თამაში ვერ ითამაშო ვერც ერთმა გუნდმა. ხო ასეა. დიდი სანახაობა ვერ შემოგთავაზე, ძალების თანაბრად იყო განაწილებული და გოლებიც არ იყო, ასე ვთქვათ, ტაქტიკურად ჩაფიქრებული და ნახაზით გატანილი გოლები. რაღაცა დომხალი შეიქმნა საჯარიმოში, გამოიყენეს და გოლები გავიდა. პირველი გოლი რუსთავის დინამოს ბიჭებისგან მეტნაკლებად სანახაობრივი იყო, ხო ასეა? დანარჩენი ისეთი არაფერი. სულ რანდომ შევარდნილი გოლები იყო რა. ხო. რაც შეეხება პირველ გოლს, ბადე იყო გახეული და გვერდიდან შევარდაო. არა, ტყუილია იგი. ხო, მეც ესე მეც. ხო, დააკვირდი, ხო? შენც ხო კარგად გაანალიზე გოლი რომ. იყო ძალიან კი, ჩვენ მეც შევხედე და შეიძლება იქ მეკარესაც ეგონა ნამდვილად რომ გვერდიდან შევარდა, მაგრამ მე სტოპ კადრებით გავაკეთე, დავჩეხე და ვნახე რომ გოლი ნამდვილად იყო, ასე რომ გული არ დაგწყდეთ მაგაზე და ვიცა? დაიწყო წემა უკვე, მაგარი ურბელი მოდის, თუ იქეთ გადადი, ან გონი იქეთ გადადი. ეგ არის ხელებზე მოხდა და ხელებზე მოხდა, კარში შევარდა, თითებზე გაიცაცვლა და კარში შევარდა. კი, დაბალ მარცხენა კუთხეში კარის მხარეს ძელის დაბალ მარცხენა კუთხეში შევარდა, არანაირი გარედან შევარდნილი გოლი ეს არ იყო. ხო და რას ვამბობდი, მეკარეს არ მეეცა რუსთავის იმის საშუალება რომ თავი გამოეჩინა როგორც ასეთი. კი. თორემ დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარ სეივებს გააკეთებდა ბატონი რუსთავის მეკარეც. ხო? კი, ძალიან მაგარი მეკარე. ეს ერთი თუ ეხლა ესე შორიდან რო უყურებ თამაშებს და ვარჯიშებს შენთვის რა შეიცვალა? ანუ რა მოხდა? ხო, აი შენ თავში ხა ერთი თუ დიდი დროა იმისთვის რომ დაფიქრდე და ეს განვლილი თებერვლის მერე რაც ვარჯიში დაიწყე, გადახედო, შენი შეცდომები გაიხსენო, ანალიზი გააკეთო, დღე და ღამე ვარჯიშებს და ტუტორიალებს უყურებ და აი შენი აზრით რო დაიწყებ ვარჯიშებს, რა იქნება შენში შეცვლილი? დასვენებული რო ვიქნები, ძალიან კარგი. ალბათ ძალიან კარგად გავაგრძელებ, ფორმაში ვიქნები, რომ დავისვენებ ვარჯიშებიდან და ძალიან კარგად ვიფრენ, მაგრამ მაგარ ბურთებს მოხსნით ჩემი აზრით. შენ ძირითადი შეცდომები გაანალიზე? კი. რა გაქვს, რაში გაქვს ძირითადი შეცდომა? რაში უშვებ ხოლმე? დიაგონალზე ნაბიჯი. ჯიგარი ხარ და არტყი. აი გმინდოდა პირველი რო გეთქვა. ყოველთვის ნაბიჯია შენი შეცდომა. ნაბიჯი გადახდა, ნაბიჯი ჩაწვა, ნაბიჯი. სულ ნაბიჯია ყოველთვის შეცდომა. კი. კარგი, არა უშავს. რა ვქნათ? Our train. I can see not this side, not from this side. ძალიან გაშოვდა. არ გვეშინია წმის? არა, მაგრამ რო გავცევდით? გავცევდით? კაკილა, ნუ გეცინია კაცებისა. ჩვენ ამონეთის ოპა, ეგი ბიჭო, კაი, უსინო. ამონეთის გაჭყლეტვის მუღამი გვაქვს, მაგრამ არ გამოჩნდა. მატარებელцо და ღრუბელцоც ჩვენსკენ კი არ მოდის. მაგე ელავს კიდეც. იქეთ მიდის. კაი, რა ვქნათ ახლა? რამდენი ხანია აქვართ, როდემდე უყარავულოთ? დავტოვოთ ასე და ხვალე გამოიარო და ვნახოთ რა.
კი? როგორი ფორმა ექნება ჩვენ გაჭყლეტილ მონეტას? რა სიტყვით? წამოვიდეთ და ნახოთ. კარგი, დროებით. ნახვამდის.